მსოფლიო ბანკმა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელმა ფარმაციის სექტორში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებების საუკეთესოდ დაასახელა დაჯილდოება ედინბურგში გაიმართა, სააგენტომ 2 ნომინაციაში გაიმარჯვა. Irakli Lekvinadze, chairman of the Georgian Competition and Consumer Agency. საქართველოში გატარებული რეფორმებითა და საქმიანობით კონკურენციის სააგენტომ აღიარება საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა. მსოფლიო ბანკისა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მიერ ფარმაციის სექტორში უწყების გადაწყვეტილებები საუკეთესოდ დასახელდა. სპეციალური ჯილდო სააგენტოს თავმჯდომარეს შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში გადასცეს. მსოფლიო ბანკის მხრიდან და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მხრიდან, რომელიც მსოფლიოს 160 ქვეყანას აერთიანებს, მსგავსი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ როგორც კონკურენციის აგენტოს მხრიდან წარმოებული საქმიანობა, სხვადასხვა კუთხით გადაწყვეტილებების მხრიდან, ასევე ის სიღრმისეული რეფორმები, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარეობს, შეფასებულია ძალიან პოზიტიურად. რეფორმების განხორციელების შედეგად საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს წლიურად 75 მილიონი დოლარის თანხის დაზოგვა მედიკამენტების შესყიდვაზე. გარდა ამისა, ამ რეფორმების შედეგები იყო ისიც, რომ რიგ მედიკამენტებზე დაახლოებით 50%-ის ფარგლებში მოხდა ფასების შემცირება. კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და მომხმარებლების კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა. ნომინაციაში საქართველოს გამოცდილება საუკეთესო აღმოჩნდა. საუბარია ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებსა და რეფორმებზე, რომელიც შეთანხმებული ქმედებების გამოვლენას ეხება. კიდევ ერთი ნომინაცია, რაშიც საქართველო დაჯილდოვდა სახელმწიფო შესყიდვების გაძლიერებასა და საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვას ითვალისწინებს. საერთაშორისო წარმატებაზე საუბრობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ განვითარებული პროცესები და პრაქტიკა არის სამაგალითოდ მიჩნეული ბევრი სხვა ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც აღმოჩნდა, რომ მართებულია და რეალურად დადებითი როლი ითამაშა მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე ამ სექტორში, რა თქმა უნდა, ესაფუძვლება მათ შორის ის, რომ კონკურენცია სწორი მოდელით არის ჩამოყალიბება და ჩამოყალიბებული და ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი აქვს შეტანილი კონკურენციის სააგენტოს. დღეს უკვე 7000-მდე მედიკამენტზე არის დაწესებული ზღვრული ფასი. პრაქტიკულად, როდესაც უხეში და ანგარიშებით 200 მილიონ ლარზე მეტი მოხდა დაზოგვა ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან და ფარმაცევტულ ქსელში მედიკამენტების შეძენა მნიშვნელოვნად გაიაფთა და მე დარწმუნებული ვარ, რომ სააგენტო თავის საქმიანობას გააგრძელებს ამ მიმართულებით. კონკურენციის სააგენტოს მიერ გატარებულ რეფორმებზე საუბრობენ ექსპერტებიც და აქცენტს უწყების საერთაშორისო აღიარებაზე აკეთებენ. პირველად მოხდა ესეთი სიღრმისეული და მასშტაბური კვლევა, რომელმაც რეალური სურათი მოგცა, რაც იყო ფარმაცევტულ ბაზარზე ამ შემთხვევაში საქართველოში და ეს ყოველთვის იყო ძალიან მტკივნეული ჩვენი მოსახლეობისთვის ათეული წლის განმავლობაში. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები მრავალი წლის განმავლობაში ჩამოდიოდნენ და რეკომენდაციებს დებდნენ. მაგრამ ამ რეკომენდაციას შესრულება უნდა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სააგენტოს მიერ გაკეთებულმა რეკომენდაციებმა, დადებულმა რეკომენდაციებმა გამოიწვია შესრულდა და დადო შედეგი. ფარმაცევტულ ბაზარზე 4 ფარმაცევტული კომპანიის მიერ სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებულ ონკოლოგიური მედიკამენტების კონკურსში შეთანხმებულ ქმედებაზე მოკვლევა 2023 წელს დაიწყო. კონკურენციის სააგენტომ 3-წლიანი პერიოდი შეისწავლა და 88 შემთხვევა დაადგინა, რომ კომპანიები იდენტური ფასებით მოქმედებდნენ, რის გამოც ისინი ჯამში 53 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.